თქვენ ახსენეთ რევოლუციური პროცესები და მაშინ კითხავთ რობერტ ფიცოს განცხადებაზე, სლოვაკეთის ტერიტორიაზე არის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მონაწილეობდა საქართველოს მოვლენებში, ასევე უკრაინის მაიდანში და ამზადებს გადატრიალებას სლოვაკეთში. შევაფასოთ. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური, ასე ვიტყოდე მე დეტალები რა თქმა უნდა არ ვიცი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური, აბსოლუტურად ერთი ხელიდან არის კოორდინირებული ასეთი ტიპის პროცესები სხვადასხვა ქვეყანაში. მე ხშირად ციტირებდი ხოლმე რობერტ ფიცოს პრემიერის, სლოვაკეთის პრემიერის კონკრეტულ ვიდეო მიმართვას, აცუთიან ვიდეო მიმართვას, სადაც ის აღწერს სლოვაკეთში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის ლიბერალური ფაშიზმის განვრცობას სლოვაკეთის ტერიტორიაზე, რასაც ის აღწერს თავის აცუთიან მიმართვაში, არის აბსოლუტურად იდენტური იმისა, რაც ხდება საქართველოს. შესაბამისად, ასეთი პირდაპირ კოორდინაცია არათუ ვერ გამოირიცხება, არამედ არის აბსოლუტურად ლოგიკური. შესაბამისად, მე ვერ შევიდანდი, რა თქმა უნდა, სლოვაკეთის პრემიერის ამ განცხადებაში.